მოგესალმებით მეგობრებო. გამოვედით სანადიროთ ქათამზე. თან მყავს ბრეტონი და კურთხალი. ძალიან მაგარ ადგილზე ვართ. აი ეს იეჩას. ამ ეტაპზე უკვე მინდა ითქვას, რომ შედეგიც არის. ნახეთ ქათამი, შემოსვლისას ბუმბულიც ნახეთ, ეყარა, საკმაოდ ბევრი. არ ვიცი, ალბათ გადაფრენაზე ედგნენ. ხო და აქ რო ჩამოვედი 30 კილომეტრი ნახევარი ვიარებ და აქაც ნახეთ რა. კარგი ვიდეო გამოვა, უყურეთ. ჰა? ბუმბულები ყრია ძალიან ბევრი, წეში მინდა გითხრათ. სხვადასხვა ფრინველების. გიო, ცოტა ქვემოთ ჩაიწია. ქათამზე ვისაც გინდათ გამოსვლა არის იდეალური ვარიანტი ძაღლთან კომუნიკაციისთვის, წეში სიარული რა. აი ეს ჩემი მაიმუნი გარბოდა ხოლმე ტოპის სროლისას. წეგან რო ჩამოვაგდე, ისაქნა რა ქვია. მოვიდა ეგრევე, უყურა, ანუ შეშინების და იმის კვალი საერთოდ არ აქონდა აბსოლუტურად. ამიტომ იდეალური ვარიანტია ქათამზე ნადირობა ძაღლთან კომუნიკაციის და სამყარებლად რა და ვისაც დამყარებული გაქვთ ეს ვიზუალური და ეს კომუნიკაცია თვალით, ხელით, რომ ხელთან უშნო გავიდეს იქით ხარეს. უფრო გააღრმავებთ ამ ყველაფერს. პლუს ამას ძალიან მაგარია ტყეში სიარული, ლამაზი ადგილები. ხო და ამ ყველაფერს ვიკიდამით. შემიძლია რაღაცა უტრიალიფე გამოვიდა. ამ ყველაფერთან ერთად ამ სილამაზეებს ნახულობ რა. ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი. შენი 4 ხა მეგობრები შენთან ერთად. ავიც მეტი რა გინდა მონადირე კაც რა, ამაზე მეტი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ გამოხვიდეთ ქათამზე სანადიროთ. ძალგიცი. შოს. გამოძერი მას. ხო და ეს მომიდოდა. ვინც ფიქრობთ და ყოფილობთ კიდე რომ ქათამზე გინდა თუ არა სიარული დამიჯერეთ გინდათ რა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი გამოცდილება ძაღლთან ურთიერთობის ქათამზე ნადირობა. ეხლა კი დაარჩით ისევ ჩვენთან. უყურეთ ვიდეოს და ლაიქეთ, გამოწერეთ, მედია მოგეწონებათ. და ნახავთ კიდევ რამეს რა. დავასპოილერებ თავიდან ვიდეოს ერთ წელი აყვანილი მყავს ამ დროს. და ვეცდებით რომ კიდე ავყვანოთ. სროლები არის ტყეში, აღარ არ ვიცი რასაც ვიან. ალაზნის მოპირდაპირე მხარის სახდება ყველაფერი. ჩვენთან, ჩვენ ვართ მარტო ჩამოსულები და ვეცდებით რომ კიდე რაღაცა ვნახოთ რა. აბა, უყურეთ ახლა ვიდეოს. Okay. Ja. ჩამოვაგდე. ახი. ჩამოვაგდე, ხო, აი ხარ შეგაც. ჰა? ნახე. ნახე მიდი. ეჭ მიდი. მიდი. ვიპოვე. ოჩ, მომა. მოდი. აი. ვიპოვე გიო. ჰა? აი. აი მოდი. ო, ძმაო. რა? ო. ვანა. კაი, გიყო. კარგი. ნახე. კაი. აი რა ნომერი. დაინახე? კოლკი თამოიყვანა? არა. კარგი. ჩამოიცა. ნახე?
ნახე მიდი. გააცადე. მიდი გადაყევი. თუ გინდა მე გადავალ აქ ჩიყავი. საერთოდ გადავყო, ქვემოთ. მოკლედ აგ არის წყალი, ფშა. იმ შევს უნდა აყვეძებით. თუ გინდა გადადით. თუ გინდა მე გადავალ. მეც უნდა გადმოვიდე მაგით. აი ჩადე ხა, იქ გადი. ნახე. აკეთ. გაიყო. ნახე. მოდი როკი. გამოვიდით გზაზე. აი ესეთ იანზე ვიყავით, ვიდეოშიც ნახავთ. ესე იგი, ჯამში ვიარე. აი 3 კილომეტრი. და შედეგი ვნახეთ რა. სიმართლე გითხრათ. დღეს უკვე მომეწონა როკის მუშაობა არ არის, უფრო სირბილი და ის არის, რა ქვია. ცდილობა მუშაობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც იყო, კარგი იყო. მიჯერებდა რაც თავარია. შორს არ გადიოდა. დედახილზე მოდიოდა, თოფირობა გავისროლე. სად წავიდა როკი? დაძახებულზე მოდიოდა, თოფირობა გავისროლე, მოვიდა რა. მოკლედ კაი ნადირობა გამოვიდა ბიჭებო. აბა მომავალ ნადირობამდე. მოდის. შედის. ეგრას ჩახტი რა შედის. ესეთ ბუჩქებში ეძებს. რა არაფერი მე გამოდის რა. გამოგდებულიც რო ვანახე. ძალიან კმაყოფილი იყო. რაღაცეებზე დაუტრიალდა 1-2-გან. ხოდა ნელა გაიგეშება რა. და იქნება ისეთი როგორც მინდა რომ იყოს. შესიმ სამწუხაროდ ვერ ანახა კატამი დღეს. ჩამოგდებული მიპოვა მარტო. მაგრამ მაინც კაი ნადირობა გამოვიდა.